საარჩევნო სივრცეში და არა რომელიმე ეგზიტ პოლი. Არმაზ ახვლედიანი ბათუმიდან ბატონო არმაზ საღამომშვიდობისა ის იყრიდა კენჭს ბათუმში. საღამომშვიდობისა. ბატონო არმაზ როგორი გარემო იყო დღეს თქვენი შეფასებით და ეხლა თქვენს უკან ხედავ წარწერას გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე. მოხერხდა ამ წრის გარღვევა თქვენი აზრით? საღამომშვიდობისა. საქმე ისაა რომ 8 ოქტომბერი არც დასაწყისია და არც დასასრული ნამდვილად არ არის დასაწყისი, იმიტომ რომ ამ თვეების განმავლობაში რაც ვნახეთ თქვენ ალბათ დამეთანხმებით ამის შესახებ პერიოდულად მიწევდა ხოლმე საუბარი და ვამბობდი რომ იყო ანომალიური არადემოკრატიული საარჩევნო გარემო. ისეთი როგორიც ალბათ არც არასდროს ყოფილა. ოცნება მოახერხა და ისედაც დაბნეული და ხშირ შემთხვევაში გზააბნეული ამომრჩეველი დააყენა უმძიმესი არჩევანის წინაშე. არჩევანი გაეკეთებინათ პარტიებს შორის, პრაქტიკულად სუც და უარეს შორის. რა მივიღეთ, რას ვხედავთ წინასწარი მონაცემებით? ვხედავთ იმას, რომ საქართველო, მთელი ჩვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ დიდ გაუგებრობაში და როგორც ამის შესახებ ვამბობდი, ახლაც გავემეორებ, მცოცავი ავტორიტარიზმი ოცნებისა სამწუხაროდ გადაიზრდება ავტორიტარიზმში და ჩვენ შეიძლება ბევრი რამ მე სანანებელი გაგვიხსნა. რა გაფიქრებინებთ ამას ბატონო არმაზ ავტორიტარიზმი რამ შეიძლება გამოიწვიოს? აი ამ წინასწარი კვლევების და ეგზიტ პოლების ასახვამ ცესკოს შედეგებში ეს უკვე გამოწერილი ავტორიტარიზმია თქვენი აზრით? არა, რა თქმა უნდა, მე სხვა რამეს გულისხმობ იმას, რომ ოცნება, რომელიც ყველა გზით, ყველა საშუალებით, ყველა უკანონო მეთოდით ცდილობს, რომ დაიმკვიდროს თავი კვლავ ხელისუფლებაში და მიიღოს მანდატების უმრავლესობა პარლამენტშიც, აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, აი სწორედ ეს ოცნება იქნება ახალი, ჯერ არ ნახული ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებელი საქართველოში. აი ამას გულისხმობ და მისი მიტოვება მარტო ღუმელთან, პოლიტიკურ ღუმელთან ვამბობდი და გავიმეორებ არის უკიდურესად სახიფათო. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რასთან გვაქვს საქმე, რა რეალობაში გაიღვიძებს საქართველო. მე ვშიშობ, მაგრამ ეს იქნება რეალობა, რომელმაც კი შეიძლება ბევრი დააფიქროს, მაგრამ შეიძლება გვიანი იყოს. ბატონო არმაზ, ბოლო კითხვას დაგისვამთ, რა შედეგს ელით კონკრეტული აქტივობებისგან, რომელსაც პარტიები აანონსებენ. ბუნებრივია, საარჩევნო ბარიერის ზღვართან ახლოს მდგომი პარტიები უფრო აქტიურად საუბრობენ შესაძლო პროტესტზე, ხმების დაცვაზე. ნაციონალური მოძრაობა კი პრაქტიკულად ამ ანონსს უკვე ბოლო პერიოდში ისედაც აკეთებდა და გვეუბნებიან, რომ დამაიმედებელია ძალიან უბნებიდან მოსული შედეგები და პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ის რაიმე კავშირში იყოს ტელეკომპანია იმედის და დანარჩენი რამდენიმე კომპანიის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგთან. რა შედეგზე შეიძლება გავიდეს 2008 წლის არჩევნები აი ყველაზე ესეთი რთულ შემთხვევაში, ესეთიც რომ განვიხილოთ? რა თქმა უნდა, პარტიები დაიცავენ ხმებს, ყველა დავიცავთ ჩვენს ხმებს. ამ უთანასწორო, უსამართლო, არადემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს და ბრძოლის მიუხედავად, როცა ოცნებამ ყველაფერი იკადრა, მაგალითად ჩემს ოლქში, ყველაფერი, ვისი კადრებაც კი შეეძლო და მეცაც იკადრებდა, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, პროტესტი და სხვა და სხვა. რაც შეეხება პარტიები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რატომაა ასეთი წინასწარი შედეგი. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი. ოცნების შედეგი წინასწარი, რაც ჩვენ ახლა გვესმის, იმდენად არის აცდენილი რეალობას, იმდენად არ შეესაბამება საზოგადოების განწყობას, ხას გაუსვამ, გულგატეხილი საზოგადოების განწყობას, რომ მე ვწუხვარ, ოცნება როგორც ჩანს, ერთ დიდ შარში აღმოჩნდება. ეს უკვე კარგად ჩანს. ოცნებამ ვერ გათვალა, სიხარბემ, ღორობამ პირდაპირ ვიტყვი პოლიტიკურმა უბიძგა, რომ ამ სარისკო, სახიფათო ნაბიჯზე წასულიყო
და მას აქვს მცდელობა რომ გაიფორმოს, მიითვისოს, მოიპაროს პრაქტიკულად ხმები. ეს ძვირი დაუჯდება ოცნებას. ძალიან ძვირი დაუჯდება. დიდი მადლობა. არმაზ ახვლედიანი ბათუმიდან იყო ხაზზე. მოკლედ ჩვენ დავამთავრეთ დღევანდელი გრაფიკი, ასე ვთქვათ, დავამთავრეთ ყველა პოლიტიკური ძალის პოზიციების თქვენთვის წარმოდგენით. დავამთავრეთ იმით, რომ ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეგზიტ პოლი წარმოგიდგინეთ, როგორც დაგპირდით ერთ ეკრანზე და ვეცადეთ, რომ ყველაფერი ისე მოგვეყოლათ, მოგვეტანა თქვენამდე, რომ არ დარღვეულიყო არანაირი ობიექტურობა და არ შეგვეშალა არც ერთი პარტიისთვის ხელი თავისი მოსაზრებების გამოხატვაში. ახლა უკვე ჯერი ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ არის გადახრილი. ნახოთ ხვალდილით რა მონაცემს დაგვახვედრებს CESCO წინასწარ